მოგესალმებით მეგობრებო. გადავწყვეტე გავაკეთო ლაივი და ვისაუბროთ იმ ტენდენციებზე, რაც გვაქვს ახლა. თან კომპიუტერშიც ვადევნებ თვალს ეკრანს, რომ თუ რაღაც კითხვა იქნება ტელეფონში არ მიჩანს ხოლმე და იქაც ვნახავ. თან დავანთოთ პაუზათო წმინდა ხომ გაიწმინდოს აურა, რა თქმა უნდა, და მეგობრებო, ვინც ელოდით, ჩამოგვივიდა ფინანსების მოსაზრდით ჭხირები, ამაზე პოსტიც დევს. ბევრმა რომ გადაგვადებინა ჩამოსვლამდე უკვე გავუგზავნეთ, უკვე მიიღეს. გვაქვს კიდევ მარაგში ასეთი ფინანსების მოსაზრდით ჭხირები, ბუნებრივი და ხელნაკეთია, საკმაოდ სასიამოვნო მოტკბო არომატი აქვს, მეგობრებო. და გვაქვს ისეთი დასადგამებიც სპეციალური ჭხირის, აი ფერფლმა, რომ არ შეგაწყვეტ. და პალოსანტოც გვაქვს ახლა მარაგში და ჩვენი ასტროგურუს ლავანდის დამამშვიდებელი ეთერზეთი. ამიტომ თუ ფინანსების მოსაზრდით ჭხირების შეკვეთა გინდათ, უნდა დაატოვოთ კომენტარი ან მოგწეროთ პირადში და გვაქვს საკვირეო მომსახურებაც. აი გამოყენებაზე ბევრი კითხვა მოდის ხოლმე, რომ როგორ უნდა გამოვიყენოთ, ხო? ანუ ეს ჭხირი ჩვეულებრივად როგორც საკმაო მეგობრებო, ისე უნდა დაანთოთ. ოღონდ აქ მთავარი წესი ფინანსების მოსაზრდით ჭხირებში არის ის, რომ ბოლომდე უნდა ჩაიწვას. ეს არის აქ მნიშვნელოვანი, ხო? ამ შემთხვევაში ყოველდღე გამოყენებაც არ არის აუცილებელი, ან შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველდღე, მაგრამ კვირაში სამჯერად საკმარისია იმისთვის, რომ შედეგი უკვე ნახოთ, ხო? და რაზე მუშაობს, ესე იგი ეს ჩვენი ფინანსების მოსაზრდი ჭხირები. ნებისმიერ სახის ფინანსურ ბლოკებს ხსნის. ანუ ხსნის ფინანსურ კანალს, ხო? იმისთვის, რომ მარტივად შემოდიოდეს ფინანსები თქვენს ოჯახში. ამიტომ ძალიან კარგია, რომ სახლში დაანთოთ. ხო, კვირაში სამჯერ მინიმუმ, რომ დავანთოთ, ისე რომ ბოლომდე ჩაიწვას, ესე იგი ეს ჭხირი. ჩვეულებრივად, აი ამ მხრიდან, აი რბილი მხარე, რომელზეც არის, წაუკიდებს ცეცხლს და დაანთებთ, ხო? და აქვს ისეთი კვამლი და შესაბამისად ფერფლიც აქვს, ხო? ანუ ჭხირია შესაბამისად ფერფლმა რომ არ შეგაწუხოთ, ამისთვის გვაქვს ესეთი სპეციალური დასადგამები ამ შავფერში და ხისფერშიც დაგვჭირდა. კი ბატონო. ხო, ეს პროდუქციაზე ვისაც აქვს კითხვები და რაც შეეხება ჩვენს აქციას, ხო, გადავწყვეტეთ, რომ აპრილის პირველი კვირაც გავაგრძელოთ ეს 40%-მდე ფასდაკლება, მეგობრებო, ვინაიდან ბევრმა გთხოვა რომ გააგრძელეთო და გვექნება აპრილის პირველი კვირაც ეს 40%-მდე ფასდაკლება ყველა სერვისზე. ეხლა რომ შევეხოთ პლანეტარულ ტენდენციებს. ესე იგი, დაწერთ კომენტარებში, მაინტერესებს ვინ იგრძნო ეს, ხო? იმიტომ რომ მოგახსენებათ ვენერაც და მერკურიც გვაქვს რეტროგრადული ახლა და ორივე არის ახლა თევზების ნიშანში შევიდა და გვაქვს ესეთი საინტერესო შეერთება, ხო? ანუ ვენერა რეტროგრადული თევზებში და თან პლუს ნეპტუნთან შეერთება. ასევე გვაქვს მეგობრებო მერკური ვენერას შეერთება. მერკური ნეპტუნის შეერთება. ესე იგი, იმდენად დეპრესიული და რაღაც მხრივ შემოქმედებითი ვაიბები შემოიტანა და შლეიფი ამ ასპექტებმა, თუ ეს დღეები უფრო მეტად ძილიანობა გაქვთ, თან არ ხართ ისეთი აქტიურები და უფრო მეტად ემოციებმა, შიშებმა და დეპრესიამ შემოგიტიათ, ეს ყველაფერი არის სწორედ აი ამ ნეპტუნის ენერგიების შემოსვლა თქვენ ცხოვრებაში. ასევე აქტიურად თუ ხედავთ ახლა დინამიურ სიზმრებს, ხო? ეს რამდენიმე დღის განმავლობაში თუ ხედავთ სიზმრებს და წერენ კიდეც რომ აი მარიამო, აი ახლა იმდენ სიზმარს ვხედავო, აი სურო არ მესიზმრება ხოლმე, აი ღამეში 2-3 სიზმარს ვხედავ ჩვეულებრივად, ხო? ანუ როგორც კინო ისეო. რატომ? იმიტომ რომ ეს ნეპტუნის შეერთებები რომ გვაქვს ხოლმე იმ პერიოდში ყოველთვის ადამიანებს წარმოსახვა, თავის ფანტაზია და ასევე ერთგვარი ინტუიცია და ეს არაცნობიერი, ხო? ანუ ქვეცნობიერი პროცესები უფრო აქტიურდება ხოლმე. და ჩვენ ვიცით რომ სიზმარი არის კავშირში სწორედ ჩვენს ქვეცნობიერთან, ანუ ის რაც სიფხიზლეში შეიძლება გამოგვეპაროს ეს ყველაფერი, ხო? რაც არის დალექილი თქვენს არაცნობიერში, ეს ყველაფერი სიზმარში ვლინდება ხოლმე.
შესაბამისად, კარგია რომ მიაქცევთ ყურადღება ეხლა თქვენ სიზმრებს, აი რა გესიზმრებათ, ან დაუშვათ ხალხი თუ გესიზმრებათ წარსულიდან დავუშვათ, ხო? ხშირი მომენტია სხვათა შორის, რომ მერკურის და ვენერას რეტროგრადულობის პერიოდში ესიზმრებათ ხოლმე ეს ხალხი წარსულიდან და ეს ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ ეს ადამიანები ასევე თქვენზე ფიქრობენ. ხო? იმიტომ რომ სიზმარი არის კავშირში უკვე ერთგვარ ასტრალურ შრეებთან, ხო და ჩვენ ვართ მაინც დაკავშირებული ერთმანეთთან ასტრალური შრეებით, მაინც ხო? თუნდაც ხალხთან წარსულიდან. ამიტომ, როდესაც ხდება გადაკვეთა, ხო, აი ამ ასტრალური შრეების თუნდაც სიზმარში, ეს ნიშნავს, რომ რაღაც დოზით ის ადამიანის თქვენზე ფიქრობს და ახსენდებით, ხო? ან შეიძლება ეს იყოს ნიშანი დაუშვათ, რომ მალე შეიძლება შეხვდეთ ან გამოჩნდეს, ხო? ანუ აი ეს საინტერესო მისტიური პერიოდია. და ეხლა ვერ ვიტყვით, რომ თლად მარტივი პერიოდია მოლაპარაკებებისთვის, ხო? იმიტომ რომ 6 აპრილის ჩათვლით, მეგობრებო, მერკური მოლაპარაკებების და კომუნიკაციის პლანეტა გვაქვს რეტროგრადული. შესაბამისად, რაიმე სახის სერიოზული წამოწყებები ან მოლაპარაკებები თუ გინდათ რომ გქონდეთ, ამ პერიოდში არ გირჩევთ, იმიტომ რომ აქვს ადგილი მის კომუნიკაციასთან. ეხლა მერკური თევზებშია შესული და მისთვის ეს არის მაინც გაძევების ნიშანი და შეიძლება აი დავუშვათ გიჭირდეთ ფორმულირება უფრო რაციონალურად და ლოგიკურად აზრების, ხო? აი უფრო მოთენთილი იყოთ, უფრო გიჭირდეთ ფოკუსირება, ხო? იმიტომ რომ ეს მერკურის მდებარეობა თევზებში თან პლუს ნეპტუნთან შეერთებული თითქოს აი ისეთი მთვრალი მერკურია, ასე ვთქვათ, ხო? ანუ ეს არის მერკური, რომელიც გაჭრილია თავის ფანტაზიის მორევში და ცოტა უჭირს ფოკუსირება. შესაბამისად, თუ ეს დღეებია გიჭირს თქვენს ფოკუსირება დაუშვათ, ან უამრავი აზრი გაქვთ წარსულზე და აი გიჭირთ ამ მომენტში ყოფნა, ხო? ეს ყველაფერი, ეს კონცენტრაციის პრობლემები, ხო? სწორედ შემოიტანა აი ამ მერკურის მდებარეობამ თევზებში პლუს ნეპტუნთან შეერთება. ანუ ესეთი ორმაგი თევზური ენერგიებია ეხლა. ანუ საბოლოო ჯამში ეხლა ხელოვანებისთვის, ასევე ეზოთერიკოსებისთვის საკმაოდ კარგი პერიოდია, იმიტომ რომ ეხლა გააქტიურებულია ჩვენი მესამე თვალი, ხო? გააქტიურებულია ჩვენი შეგრძნებები და შეიძლება რომ ეს წინასწარმეტყველური ნიჭი ვისაც აქვს, მათ დაინახონ მომავალი. ამიტომ ვინც არის დაკავებული, ასე ვთქვათ, აი ამ პრაქტიკებით, ხო? გირჩევთ რომ იმედიტიროთ და მაქსიმალურად დაიმახსოვროთ ის ინსაიდები, ასე ვთქვათ, რაც მოგივათ ამ მედიტაციის დროს, იმიტომ რომ საკმაოდ მისტიური ენერგიები შემოაქვს ნეპტუნს, ხო? თუმცა ამ პერიოდში შეიძლება უფრო მეტად გაზარმაცდეთ, უფრო გიჭირდეთ რუტინული სამსახური, ხო? იმიტომ რომ ნეპტუნი საერთოდ რუტინის წინააღმდეგია. მაგრამ სამაგიეროდ, ხო, ეს ჩვენს ფანტაზიას, ჩვენს წარმოსახვას, ხო, კრეატიულ აზროვნებას უფრო ააქტიურებს და ასევე ემპათიის უნარს. ამიტომ ეს დღებია თუ განსაკუთრებულ თანაგრძნობას გრძნობთ სხვა ადამიანების მიმართ დავუშვათ. ხო? თუ გააქტიურებულია თქვენში მოთხოვნილება ვიღაცას დაეხმაროთ, თან თუნდაც თქვენ გრძნობთ, რომ თქვენ გჭირდებათ დახმარება, ეს ყველაფერი, ხო, შემოეტანა სწორედ აი ამ ასპექტირებამ. ვინაიდან ვენერა და მერკური ორივე არის პირადი პლანეტა, ყველა ადამიანზე ამის აქვს გავლენა. ამიტომ თუ ეს სიმპტომები გაქვთ, დაპლიუსდით კომენტარებში. ანუ საკმაოდ საინტერესო პერიოდია, მეგობრებო. და რა თქმა უნდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ლილიტმა დატოვა, მეგობრებო, სასწორის ზოდიაქოს ნიშანი და შევიდა მორიელში 9 თვით, მეგობრებო. ლილიტის ტრანზიტი გვაქვს მორიელში. ეხლა, რას ნიშნავს ეს, ხო? თუ წინა 9 თვის განმავლობაში კრიზისები შეეხებოდა პარტნიორულ ურთიერთობებს და პოლიტიკას, დიპლომატიას, აი კონკრეტულად დიპლომატიის სფეროს. ეხლა ლილიტი მორიელში გააქტიურებს ზუსტადაც რომ აი ამ კატაკლიზმებს, ხო, რაც მოხდა თუნდაც ტაილანდში, ასევე მქონდა უბედური შემთხვევა, ტურისტები რომ დაიღუპნენ ჰურგადაში, ხო, ეგვიპტეში მქონდა ასეთი შემთხვევა, ხო, აი ზუსტადაც რომ იმ პერიოდში, როდესაც ეს შავი მთვარე შევიდა მორიელში, ამიტომ სიკვდილიანობას მსოფლიო მასშტაბით ლილიტი მორიელში გაზრდის.
ნამდვილად გაზრდის. ამავდროულად ლილიტი მორიელში გააქტიურებს ჩვენს იმ შავმელ მხარეებს, რაც არის კავშირში კონტროლთან, პარანოიასთან, ეჭვებთან, ხო? ამიტომ ეს ძალიან კარგია, რომ დავამუშავოთ, ვისაც აქვს ეს გამოვლენებები, ვისაც მორიელი ნებისმიერ სახლში ყავს, ხო? პირად რუკაში, რომელ სახლში ყავთ დავუშვათ მორიელი, მაგას მიაქციეთ ყურადღება, ხო? ვინც იცის დაბადების საათი, ხო? შეიძლება გამოვთვალოთ, რომელ სახლში ყავთ მორიელი, ხო? პირად რუკაში. დავუშვათ მეორეში თუ არის ეს უფრო ფინანსებს შეეხება, მეშვიდეში რა თქმა უნდა პარტნიორულ სფეროს, მეათეში კარიერას და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ პერსონალური ტრანზიტები კარგია რომ იცოდეთ თქვენი, ხო? აი ტრანზიტული რუკა. ვისაც გაინტერესებთ მეგობრებო, ეს ტრანზიტული რუკის გამოთვლის სერვისი ჩვენ გვაქვს, ანუ ეს 1 წლის პროგნოზი და ასევე ტრანზიტები განიხილება ხოლმე ერთსათიან ონლაინ კონსულტაციაზე ჩემთან ერთად, ვისაც გინდათ რომ გაიაროთ ეს თქვენი პირადი რუკა, პროგნოსტიკა, სინასტრია, თავსებადობა, თუნდაც თარიღის გამოთვლა და ასე შემდეგ. ამიტომ კონსულტაციაზეც ამას საოცრად განვიხილავთ ხოლმე. ვის დაიწყო კრიზისული პერიოდი? რა თქმა უნდა მორიელებს და ვისაც პირად რუკაში აქვს ეს მორიელის გავლენა, ხო? მთვარე მორიელში, მზე მორიელში, ვენერა მორიელში, მარსი მორიელში, მერკური მორიელში, ასცენდენტით მორიელი ვინც ხართ და განსაკუთრებით ვისაც შავი მთვარი აქვს მორიელში პირად რუკაში, ესე იგი მათ აქვთ შავი მთვარის დაბრუნების ციკლი. რაც არის ხოლმე 9 წელიწადში ერთხელ 9 თვით. შესაბამისად, ეხლა ეს ჩრდილოვანი მხარე თქვენი ლილიტის, ხო, ვისაც ლილიტის დაბრუნება აქვს, მაქსიმალურად უნდა დაამუშავოთ, ხო, ეს შავმელი გამოვლენებები ამ ნიშნის, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს დამუშავდეს, იმიტომ რომ მერე შეიძლება გარკვეული პარანოია, შფოთიანობა და სხვა მენტალური პრობლემები მოიტანოს თქვენ ცხოვრებაში ამ ლილიტის დაბრუნებამ თუ არ გაქვს დამუშავებული შავი მთვარე მორიელში ვისაც გაქვთ, ხო? აი ამ შავი მთვარის დამუშავება თუ არ მოხერხდა ჯერჯერობით თქვენ ცხოვრებაში. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ დაამუშავოთ, ხო? თუნდაც აი ამ ტრანზიტის დროს. 7 აპრილს რამდენად კარგი ოპერაციის გაკეთებაო? ხო, პირველ რიგში აქ უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ კი ვთქვით, რომ 6 აპრილის ჩათვლით გვაქვს მერკურის რეტროგრადულობა, მაგრამ ვენერას რეტროგრადულობა 12 აპრილამდე გვაქვს რეალურად. ამიტომ მაინც ახლა ის სერიოზულ ქირურგიულ ჩარევებს მით უმეტეს რაც გარეგნობას შეეხება, ხო, ვენერა არის ჩვენი გარეგნობაც, მაინც არ გირჩევთ. მით უმეტეს თუ პლასტიკური ისტორიაა, ხო? თუმცა ინდივიდუალური აქ ტრანზიტებსაც გააჩნია, ხო? აი ამ შემთხვევაში ჩვენ თარიღის გამოთვლა რო გვინდა, აი რა თარიღზე ჯობია ოპერაციის გაკეთება, აქ პერსონალურ ტრანზიტებს და ინდივიდუალურ პროგნოსტიკას განვიხილავთ ხოლმე. თუმცა ზოგადად თუ მეკითხებით, ნებისმიერი სახის ოპერაციები და სერიოზული ჩარევები 12 აპრილის მერე უმჯობესია. აი ვენერაც რომ აღარ იქნება რეტროგრადული. ეხლა ეს გვიან მომიწია გაკეთება, იმიტომ რომ მეგობრებო ჩავწერე ვიდეო თქვენთვის, ბევრი კომენტარი მომდიოდა და ადმინებიც მეუბნებოდნენ, რომ ბევრი მოდისო ერთ და იგივე თხოვნაო, რომ ჩაწერო აი რაელის ჩვენს ქვეყანას, ხო, იმიტომ რომ საკმაოდ რთულ პერიოდში ვართ ეხლა, ხო? და ჩავწერე მეგობრებო პროგნოზი რაელის ჩვენს ქვეყანას. შევეხე იქ ამერიკასაც, ხო, უკრაინის ისტორიასაც, საკმაოდ საინტერესო ვიდეოა. ამ დღეებში დავამონტაჟებთ და ავტვირთავთ. ამიტომ ადევნეთ გვერდი, ადევნეთ თვალი, ადევნეთ გვერდი, აი, მერკურის რეტროგრადულობა, უკვე მერევა ფრაზები. ადევნეთ თვალი ჩვენს გვერდს, მეგობრებო, ამ დღეებში დაიდება. ამ დღეებში დაიდება ეს ვიდეო პროგნოზი და აი ეხლა მოვჭი ჩაწერას და ბარემ ლაივსაც გავაკეთებთქო და ამიტომ ასე გვიან მომიწია, მაგრამ არა უშავს, ვინც ეხლა არ ესწრება, შევინახავს ჩანაწერს და მერე შეძლებს რომ უყუროს. არ არის პრობლემა. თან თქვენს კითხვებს ვნახულობ მეგობრებო კომპიუტერით, რომ აქ არ მიჩანს საერთოდ ტელეფონი. კი ბატონო.
ვნახოთ, თუ არ ვიცით დაბადების ზუსტი საათი შეიძლება თუ არა გამოვთვალოთ, ხო საკმაოდ აქტუალური კითხვა, ანუ სულ მეორდება აი წლებიო ეს ლაივები რომ აქვს, აი სულ არის აქტუალური ეს კითხვა, მაინც მეკითხებიან ხოლმე საათზე და პირად რუკაზე. მეგობრებო, კიდევ ერთხელ ავხსნი, ადრეც ავხსენი, მახსოვს წინა ლაივი იყო თუ არ ვცდები. მოკლედ, დაბადების საათით რა ითვლება კონკრეტულად, ხო? ითვლება ასტროლოგიური სახლები. ამ შემთხვევაში ასცენდენტი, დესცენდენტი, ხო? ეს მედიუმ ქოელი, ეს ყველაფერი ასტროლოგიური სახლები ითვლება დაბადების საათით. მაგრამ ჩვენ თუ საუბრობთ იქ კარმული კვანძების მდებარეობაზე, პლანეტების მდებარეობაზე, ნუ მთვარი არის ხოლმე გარდამავალი, აი 2-3 დღეში ერთხელ იცვლის ზოდიაქოს ნიშანს და ხშირი кейსი გქონია რომ დაუშვათ ადამიანმა თუ არ იცის დაიბადა საღამოს თუ დილით შეიძლება რომ დაუშვათ დილით კონდეს მთვარე თხის რქა და საღამოს უკვე მთვარე მერწყული ჯდებოდეს. ამიტომ გარკვეული კითხვების დასმა ხდება რექტიფიკაციისთვის, ხო რომ აი დავადგინოთ რომ რომელი მთვარე აქვს ამ ადამიანს. მაგრამ შავი მთვარის მდებარეობა ამ შემთხვევაში არ არის ცვალებადი, ასე საათობრივად, ხო? შავი მთვარე 9 თვე არის ერთ ნიშანში და კარმული კვანძები 2 წელია ერთ ნიშანში და რაც შეეხება იქ პლანეტებს, ხო? ვენერა, მარსი, მერკური, დაუშვათ იუპიტერი, სატურნი, ეს ყველა პლანეტა არ არის დამოკიდებული საათზე, არის დამოკიდებული უკვე თქვენს დაბადების თარიღზე და წელზე. მაგრამ ჩვენ თუ გაინტერესებს ასცენდენტის გამოთვლა, მაშინ რა თქმა უნდა საათის ცოდნა საჭიროა. კი. მაგრამ კონკრეტულად პირადი რუკა თუ გინდათ რომ იცოდეთ საათის გარეშეც გაიგებთ, უბრალოდ ვერ გაიგებთ თქვენს ასტროლოგიურ სახლებს, დანარჩენს ასპექტებს, პლანეტებს, კარმულ მისიას, შავ მთვარეს, აი ამ ყველაფერს, ანუ ფაქტობრივად ის 80% თქვენი რუკის საათის გარეშეც მშვენივრად გაიგებთ. ამიტომ ხშირად გონიათ ხოლმე რომ საათი თუ არ იციან, საერთოდ ვერ გაიგებენ რუკას. ეს ცდარი მოსაზრება, ანუ ეგ სტერეოტიპია. კი ბატონო. ვისაც რეტროგრადული ვენერა აქვს პირად რუკაში, მათთვის როგორი პერიოდია? საინტერესო კითხვაა. სხვადასხვა შორის ეს მერკურისაც ეხება, ვისაც მერკური აქვს რეტროგრადული ხოლმე, ისინი აი საერთოდ არ გადიან რთულად აი ამ მერკურის რეტროგრადულობის ციკლებს. აი უფრო ვისაც დირექტიული აქვს პირად რუკაში მერკური ხოლმე ან ვენერა, მათ უჭირთ ეს პერიოდები. თუ თქვენ გაქვთ ისედაც რეტროგრადული ვენერა, უფრო მარტივად გაივლით აი ამ ვენერას რეტროგრადულობის პერიოდს. რა იგულისხმება ახლა ამაში? უფრო პირიქით აი კომფორტულადად შეიძლება იგრძნოთ თავი ამ პერიოდში, ხო და აი გარკვეული ხარვეზები არ გქონდეთ ფინანსებსა და პირადში ახლა. რაც შეეხება მერკურის, ხო ვისაც მერკური აქვს რეტროგრადული, ისედაც პირად რუკაში პირიქით, აი მათთვის საკმაოდ კარგი პერიოდი არის ხოლმე და ეკომფორტულებათ, ასე ვთქვათ, ეს მერკურის რეტროგრადულობის ტრანზიტი. ამიტომ ყოველთვის ვამბობთ, რომ ეს ინდივიდუალურია. ეხლა ძირითადად, ვისაც დირექტიული აქვს, მათ უჭირთ ხოლმე და აი ხელი ეშლებათ საშინლად. ნამდვილად ეს მერკურის რეტროგრადულობა რომ არის, უჭირთ ხოლმე ფორმულირება თავისი აზრის, უჭირთ ახალი წამოწყებები, უჭირთ ვინც მძღოლია გზაზე სიარული, ავარიებს აქვს ადგილი და აი მსგავსი პრობლემები ხოლმე და ტექნიკაც მუდმივად უფუჭდებათ ხოლმე, ვისაც დირექტიული აქვს, ხო, ამ რეტროგრადულის პერიოდში. ამიტომ ვისაც რეტროგრადული აქვს, ისინი იგებენ ზუსტად იმით, რომ მათთვის უფრო კომფორტული პერიოდია, ასე ვთქვათ. ნუ რა თქმა უნდა, ეგ ტრანზიტებსაც გააჩნია, ხა თუ პლუტონთან ხდება კვადრატი, ან ოპოზიცია დაუშვათ თქვენთვის, ხო, ტრანზიტების მიხედვით, მაშინ ვერ ვიტყვით, რომ მარტივი პერიოდია, მაგრამ თუ ესე განზოგადებულად გაინტერესებთ, ზოგადად, ვისაც რეტროგრადული აქვს ისედაც პირად რუკაში, რა თქმა უნდა, მათთვის უფრო მარტივი პერიოდია, ვიდრე ვისაც არ აქვს რეტროგრადული. და როგორც წესი, ეგ იშვიათია ხოლმე, ისე კი, აი, ჩვენს პრაქტიკაშიც იშვიათად აქვთ ვენერა რეტრო პირად რუკაში. ან მარსი, ხო, ან იშვიათია ხოლმე. ეს რეტროგრადულობა არის კავშირში უკვე წინა რეინკარნაციასთან ამ შემთხვევაში, ხო? ანუ ესე იგი წინა რეინკარნაციიდან არის გარკვეული კარმული ხარვეზები დასამუშავებელი ვენერას თემატიკაში. სასწორებს როგორი პერიოდი გვაქვს საინტერესოა, ხო? აი ეხლა, ვინც ახლა შემოხვედით, მეგობრებო, მე ვთქვი
დასაწყისშივე, რომ ლილიტი, შავი მთვარე აღარ არის სასტორში, ანუ გადავიდა მორიელში და რა თქმა უნდა ეს კარმული კვანძების ცვლა საერთოდ იანვარში გქონდა და აღარ არის ეს დაღმოვანი კარმული კვანძი სასტორში. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასტორებმა უკვე შედარებით ამოისუდგეს ეს რამდენიმე დღეა, ასე ვთქვათ, როდესაც დატოვა შავმა მთვარემაც სასტორი და დაანება სასტორებს თავი. ეხლა მორიელებისთვის დაიწყო საკმაოდ ისეთი რთული პერიოდი, იმიტომ რომ შავი მთვარე შევიდა მორიელში. და ხომ აუცილებლად უნდა იცოდეთ თქვენი ლილიტის მდებარეობა, იმიტომ რომ თუ ლილიტი გაქვთ მორიელში პირად რუკაში, მაშინ ლილიტის დაბრუნების ციკლი დაგეწყოთ და ეგ საკმაოდ ისეთი საბედისწერო პერიოდია ხოლმე. ხო ეს 9 თვიანი ციკლი მით უმეტეს თუ ხდება ეს მესამედ ან მეოთხედ, ხო თქვენ ცხოვრებაში, ანუ ეგ ასაკის გათვალისწინებით. და სხვადასხვა ეს დაბნელების პერიოდი იყო ზუსტად ეს რომ მოხდა, ხო? კი. ეს ტაილანდის ტრაგედია მეგობრებო. ეს ამდენი 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ამ საშინელი მიწისძვრის შედეგად. ეს მოხდა თუ არ ვთქვი, ის იყო 28 მარტი თუ უკვე 29, ხო? აი, დაახლოებით მაგ პერიოდში ზუსტად დაბნელება რო გქონდა, აი მაგ პერიოდში მოხდა ეს ტრაგედია. და საკმაოდ ისეთი ნიშანდობლივია, რომ ეხლა ნეპტუნის და ნეპტუნი ვიცით ხო, რომ ეს ზღვების და ოკეანეების ღმერთი ეს ნეპტუნის შეერთებები გვაქვს პლანეტებთან. ამიტომ ეხლა მსგავსი ესეთი წყალდიდობები და თუნდაც ცუნამი არის მოსალოდნელი და სწორედაც რომ აი სანამ მოხდება ცუნამი, ყოველთვის ესეთი მაღალი ამპლიტუდის მიწისძვრები არის ხოლმე და დღეს ვნახე კიდეც ის ნიუსი, რომ უკვე გამოაცხადეს, რომ მოსალოდნელია ცუნამი. და სხვადასხვა ვულკანიც გააქტიურებულია, ასე ამბობენ. მოკლედ, სერიოზული კატაკლიზმები იწყება მეგობრებო პლანეტაზე, ანუ რაც ვთქვი, პრინციპში 2025 წლის პროგნოზში რომ იქნება კატაკლიზმები სერიოზული, იმიტომ რომ ცხრიანის წელია და გველის წელია და არ არის მარტივი წელი, მსოფლიო მასშტაბით იქნება ეს მოსალოდნელი თქო, უკვე დაიწყო, ხო, ჩაიშვა ეს პროგრამა. ამიტომ ვინც მოგზაურობას გეგმავთ ზღვის პირას ეხლა და ვიცი რომ აი აქტიური ტურებია ეხლა თუნდაც ეგვიპტეში და ასე შემდეგ, იყავით ფრთხილად ზღვასთან. იმიტომ რომ ეს ნეპტუნის აქტიური ასპექტებია და ვერ ვიტყვით რომ თლად სანდოა ეხლა ზღვა. ნამდვილად არა. არ ზღვა და არც ოკეანე. ვიყოთ ფრთხილად. მაქსიმალურად. ნიშანდობლივია, რომ ეს მოხდა ზუსტად დაბნელებების პერიოდში. და ჰურგადაშიც ტურისტები ჩაიძირნენ ფაქტობრივად ბატისკაფში. და საკმაოდ ისეთი ტრაგიკული რამ მოხდა ეგვიპტეში. ასევე აი ამ პერიოდში. ამიტომ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად, ანუ ისევ აი ყველაფერი არის კავშირში აი ამ სტიქიასთან, წყალთან. რა თქმა უნდა, მეგობრებო, ტრადიციულად უნდა დავუკრათ ჩვენს ტიბეტურ თასზე. ვიცი რომ ბევრს უყვარს ეს წკრიალა ხმაო წერენ. და დავუკრათ მეგობრებო და დამიწერეთ აი რომელ ჩაკრაზე გრძნობთ ვიბრაციას, ხო? ეს ტიბეტური თასები ჩამოგვივიდა თუ არა, ეგრევე გაგვეყიდა მეგობრებო ეს კომპაქტური ზომის
და აპრილის ბოლომდე ველით ახალ პარტიას. ამიტომ ესეთი კომპაქტური ზომის ტიბეტური თასები, ვისაც გინდათ, შეგიძლიათ მოგწეროთ წინასწარ გადადებაზე. და აი შედარებით დიდ უფრო სხვანაირი ხმა აქვს და ამაზეც დავუკრეთ და დამიწერთ კომენტარებში, რომლის ხმა უფრო მოგწონთ. ზოგს უფრო მოწონს კომპაქტური ხმა, ზოგს დიდი ხოლმე. საინტერესო გამოკითხვა. ლილიტი მორილში, ვისაც ყავს უფრო რთულია თუ თვითონ მორილისთვის ლილიტის გადასვლა მორილში. საკმაოდ საინტერესო კითხვაა. ვისაც ლილიტი ყავს მორილში, მათთვის რა თქმა უნდა უფრო რთული პერიოდია, იმიტომ რომ ამას ქვია ლილიტის დაბრუნების ტრანზიტი. შესაბამისად, როდესაც ჩვენი შავი მთვარე ბრუნდება, ეს როგორც წესი კრიზისული პერიოდია ხოლმე ჩვენთვის. ამიტომ როგორც პრაქტიკა აჩვენებს, უფრო ვისაც შავი მთვარე აქვს მორილში, მათთვის იქნება რთული. აი მათ იკითხონ, ვინც მორიელია და შავი მთვარეც მორილში ყავს, აი ორმაგად ისეთი რთული იქნება ნამდვილად მათთვის. მაგრამ თუ დამუშავებული აქვთ ეს შავი მთვარე, უფრო მარტივად გაივლიან ამ პერიოდს. სამსახურის შეცვლა მორილისთვის რამდენად კარგი ამ პერიოდში. ეხლა ვინაიდან რეტროგრადული სვლა არის პლანეტების ცოტა დაბინდულია გონება. თან ეს რო ვთქვით, რომ ნეპტუნის შეერთებებია ბინდავს გონებას, ამიტომ მე გირჩევთ, რომ 12 აპრილის მერე გააკეთოთ ეს ყველაფერი, რაც გვინდა. და რა თქმა უნდა, კონკრეტული პერიოდი თუ გაინტერესებთ, ხო ეს უფრო ინდივიდუალურია და პერსონალური ტრანზიტების ცოდნა გვჭირდება. იმისთვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ თქვენთვის რა პერიოდია კარგი. სამსახურის ცვლილებისთვის და უშუალოდ ან ახალი წამოწყებებისთვის. ანუ ეს უფრო ინდივიდუალურია. და ხო, მეგობრებო, ვინც ახლა შემოხვედით, ჩვენ ვთქვით, ესე იგი, რომ ეს საჩუქარია გვერდისგან, რომ აპრილის პირველი კვირის განმავლობაშიც გვექნება ისევ 40%-მდე ფასდაკლება ყველა სერვისზე. ხო, აი ბედის მატრიცის ანალიზი, პირადი რუკის განხილვა, პროფესიული რუკა, ფინანსური რუკა, ჯანმრთელობის რუკა, კალენდარი 1 წლის, პროგნოზი 1 წლის, კონსულტაცია 1 საათიანი გასაუბრება ჩემთან, აი ყველაფერზე მოკლედ გვექნება ფასდაკლება. ვისაც გინდათ ეს ჩამონათვალი, ხო, შეგიძლიათ ნახოს ჩვენს გვერდზე დევს ჩამონათვალი ყველა სერვისის და ან შეგიძლიათ მოგწეროთ პირადში და ადმინები ჩაგიგდებენ ყველა სერვისის ჩამონათვალს თავის ფასდაკლებული ფასებით. ამიტომ მოასწარით მეგობრებო, შეკვეთა ამ სერვისების, ვისაც გინდოდათ დიდი ხანია. კი ბატონო და რა თქმა უნდა, თქვენი საყვარელი ფინანსების მოსაზრდი ჭხირების ჩამოსულია, ბევრმა წაიღო უკვე, მაგრამ გვაქვს ჯერ კიდევ მარაგში თავის დასადგამებიანად. ამიტომ ვისაც გინდათ შეკვეთა ფინანსების მოსაზრდი ჩვენი ჭხირების, უნდა მოგწეროთ პირადში და გვაქვს საკურიერო. ხო, ეს პლანეტარულ ტენდენციებზე ვსაუბრობდით. აბა ვნახოთ, აი ეხლა კომპიუტერში არ მიჩნევს, აი ტელეფონში ვნახავ თქვენს კითხვებს. და შევინახავთ ამ ჩანაწერს, მეგობრებო, რომ ვინც ვერ დაგვესწრო, რომ ნახოს. ხო, ეს ვთქვით მორიელებზე, კი ბატონო. კურო. რაც შეეხება კუროებს, ხო, მეგობრებო, 20 აპრილამდე კუროებს აქვთ ენერგიის დაქვეითების პერიოდი.
ამიტომ უმჯობესია რომ ეხლა დაისვენოთ. ეხლა არის ვერძების პერიოდი, ცეცხლის ნიშნების პერიოდია, ხო? ანუ ეხლა ის სოლარული ენერგიები არის ფოკუსირებული ვერძებისთვის, ლომებისთვის და მშვილდოსნებისთვის. შესაბამისად, ეხლა ცეცხლის სტიქიების პერიოდია, მეგობრებო. და გარკვეულწილად, ხო, აი შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი სასიყვარულო მხრივ და ფინანსების მხრივ არ არის ცუდი პერიოდი, ასევე თევზებისთვისაც რეალურად, ხო? იმიტომ რომ მაინც ვენერა თევზებში გვაქვს. კი, რეტროგრადულია, მაგრამ მაინც თევზებში გვაქვს. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვინც თევზი ხართ, დაუშვათ, ანუ ვისაც პირად რუკაში გაქვთ ვენერა თევზებში, თქვენთვის აი ერთგვარი ფინანსური, ანუ ვერ ვიტყვით, რომ წამოწყებებისთვის კარგი პერიოდია, მაგრამ ადრე რა ჩანაფიქრიც გქონდათ, იმის განხორციელება დაუშვათ, აი ამ პერიოდში შეიძლება. ან დაუშვათ შეიძლება კორექტირება, აი ვალების დაბრუნება დაუშვათ, ხო? ან შეიძლება იმ ძველი იდეების განხორციელება, რაც ადრე გქონდათ, ხო? რეტროგრადულობის პერიოდი გვაძლევს საშუალებას, რომ წარსულში რაც გქონდა ჩაფიქრებული, ის ავასრულოთ ეხლა აზრყო დროში. აი მაგისთვის კარგი პერიოდია, მაგრამ აი საერთოდ ახალი წამოწყებებისთვის ნამდვილად არ არის კარგი პერიოდი, როგორც უკვე ვთქვით, 12 აპრილამდე და ეს გავითვალისწინოთ. კიდევ რა კითხვებია? მზის დაბნელება გქონდა უკვე კი ბატონო, გქონდა. 29 მარტს, ანუ დაბნელებების კორიდორი აღარ გვაქვს, მაგრამ ეს შლეიფი მაინც დატოვა, ხო? აი მაინც ბოლომდე კიდევ ეს ენერგიები არ გავიდა. ანუ დაახლოებით ესე 2 კვირა ჭირდება ხოლმე, 2-3 კვირა რომ ბოლომდე გავიდეს მე ეს ენერგიები, დაბნელებები რომ მოხდება. კი ვხედავთ უკვე აი რა კატასტროფები მოხდა, ხო? თუნდაც ტაილანდში და ეგვიპტეში, აი ზუსტად ამ დაბნელებების პერიოდში. და შევინახავთ მეგობრებო ამ ლაივს აუცილებლად, რომ ჩანაწერი ნახონ ვინც ვერ დაესწრა.